აი მართლაც კი აქაც არიან ესეთი ვიღაცები, ვისაც უნდა რომ ქვეყანა იყოს რაღაცა ანტი რაღაცა. მაგრამ მე არ ვამბობ რომ მანდამაც ანტი-რუსეთი, ან ანტი-ამერიკა, ან ანტი-ჩინი, ანუ ვიღაცის, ანუ მე იყოს სათამაშო ვიღაცის ხელში. ანუ და ის ფაქტი რომ ესენი რაღაცნაირად სასაცილო წარმოჩდებიან, არის დამსახურება სწორედ იმისა, რაც ნუკრი მახსენა რომ ანუ ვარ ძველი კულტურა და ამას რაღაცნაირად აი დაცინვის ობიექტად ვაქცევთ. აი ეს რა არის? ეს რაღაცა არაქართულია. ანუ არაქართულში თან მარტო ეს ნაციონალისტური კი არის, რაღაც ზოგადადამიანური, მათ შორის ქრისტიანული კულტურიდან ამომდინარე არა ის არის ქართული, ხო? ანუ საქართველოს როგორც რაღაც ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი საყრდენი, რომელიც ამბობს, რომ რავი, კი, პოლიტიკა, კი ძალიან რთულია, პოლიტიკა, მით უმეტეს საერთაშორისო პოლიტიკა, მით უმეტეს პატარა ქვეყნებისთვის, მაგრამ აქ არ შეიძლება ესეთი რაღაც ანტი, ესეთი ულტრა ნაციონალისტური რაღაცები. ჯერ ერთი არ არის ავთენტური ჩვენთვის და მეორე ერთი დამღუპველია, სულ ავთენტური იყოს, ხო? შეიძლება იყოს ესეთი ხაზი ვიღაცა 1000-ნაირი ადამიანი არსებობს, ხო? ვიღაცას ესე მოწოს, ესე მით უმეტეს ჩვენთან, მაგრამ ძირითადი ხაზი და კიდევ ერთი ისტორიულ მონაკვეთში ჩვენი სიძველის მიუხედავად ახლა მოგვეცა ისტორიული ფანჯარა, როდესაც პირდაპირ თვითგამოხატვა შეგვიძლია. რატო? იმიტომ რომ ყოველთვის აი რო ავიღოთ ბოლო აი ოცნების ხელისუფლებამდე და აი განსაკუთრებით ბოლო წლებამდე ჩვენთან სულ ყოველთვის იყო რომ აი ეს სახელმწიფო არის თუ არა ჩემი. ანუ სახელმწიფოებრივი პრობლემა ქონდა. იმის მიუხედავად რომ ძველიერი ვიყავით, ყოველთვის დიდი პერიოდის განმავლობაში ვიყავით სხვა იმპერიის პერიფერია, სამწუხაროდ. და ამან დაღი დაგვასვა და ახლა მოგვეცა შანსი, ისტორიული, რა თქმა უნდა, გასაგებია გამართლება, ისტორიული, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული რასკლადები, ხო, ან როგორ დაალაგდება, ასე შემდეგ, გასაგებია ყველაფერი, ჩვენიც მათ შორის დამსახურებით, მაგრამ ახლა მოგვეცა ის, რომ რაღაც ეს ჩვენი ერის, ანუ სახელმწიფოებრივად ვიცხოვროთ. აი, ამის საშუალება მოგვეცა და თან საშუალება კი არ მოგვეცა, ეს მოგვეცა უდიდესი და ეგზისტენციალური ტესტის საფუძველზე, რაც იყო ომში ჩართვა, არ ჩართვა, გადაჭეყვა თუ არ გადაჭეყვა და სწორედ ამ თამასამ, რომ აი ეს მაღალი ეგზისტენციალური თამასა დაგვიდგა, ამან ამოწია ეს სიღრმეებიდან ეს სწორედ ეს სიძველე და ეს სიბრძნე და შესაბამისად მოვედით ესე და ეს უნდა გაგრძელდეს.